დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ზარდ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს ემუქრება და იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ამ დემოკრატიებს ერთად. რადგან ვერავინ შეძლებს მარტო დაიცვას თავი. ამას მოლდოვის ამბის დახმარებით უკეთ გიამბობთ, რადგან ჩვენი სტაბილურობა თქვენი სტაბილურობაა და ჩვენი მშვიდობა ევროპის მშვიდობაა. 2025 წლის 29 სექტემბერს მოლდოვა ჩაატარებს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს თავის ისტორიაში. მისი შედეგები გადაწყვეტს შევინარჩუნებთ თუ არა დემოკრატიას და ევროკავშირის წევრობის გზას. მინდა გავიხსენოთ ერთი რამ. თქვენი დემოკრატიების უმეტესობა არასრულყოფილი იყო, როდესაც თქვენ ევროკავშირში შედიოდით. თქვენ ებრძოდით დიქტატურებს, გადალახეთ ეკონომიკური სირთულეები და არც ერთ თქვენგანს არ გაუკეთებია ეს მარტოს. ამ დარბაზში მყოფი ყველა დემოკრატია სხვების დახმარებით აშენდა და დაცული იყო. ომში გახლეჩილმა გერმანიამ და საფრანგეთმა შერიგება არჩიეს და იტალიასთან, ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და ლუქსემბურგთან ერთად საფუძველი დაუდეს ამ ალიანსს. თავიდან მყიფე იყვნენ, მაგრამ ერთად ძლიერები. შემდეგ ალიანსი ირლანდიამ შეცვალა. დანიამ კი აჩვენა, რომ უკვე ჩამოყალიბებულმა დემოკრატიებმაც კი აირჩიეს ეს კავშირი თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად. შემდეგ იყო სამხრეთ ევროპა, საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია. დიქტატურიდან 10 წელზე ნაკლებ დროში მათ დემოკრატიები განავითარეს ევროკავშირის ფარგლებში. შემდეგ ავსტრიამ, ფინეთმა და შვედეთმა მიბაძეს. შემდეგ იყო აღმოსავლეთით გაფართოება ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, სლოვენია. ევროპა უფრო დიდი და აყვავებული გახდა. მოგვიანებით კვიპროსი და მალტაც შეუერთდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ არც ერთი დემოკრატია არ არის ძალიან პატარა. მათ რუმინეთი და ბულგარეთიც მიყვნენ და ეს მოხდა სოციალისტური წარსულის რყევიდან 2 წლეულზე ნაკლებ დროში. ომით დადაღულმა ხორვატიამ ამ ოჯახში მშვიდობა და სტაბილურობა იპოვა. დღეს კი მოლდოვა, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები თქვენს კარიბჭესთან დგანან. ქალბატონებო და ბატონებო, მოლდოვა ვერ გაექცევა თავის გეოგრაფიას. ჩვენ ვგრძნობთ რუსული აგრესიის გრძელ ხელს და თუ მოლდოვაში დღესაც მშვიდობაა, ეს უკრაინის დამსახურებაა. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის და ასევე იცავენ მოლდოვას. ჩვენ მათ მშვიდობას ვუმადლით, მაგრამ მათი თავგანწირვა ასევე შეხსენებაა იმისა, რომ მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. სწორედ ამიტომ ჩვენი ევროინტეგრაცია მხოლოდ ღირებულებების საკითხი არ არის, ეს გადარჩენის საკითხია. რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყო და ბრძოლის ხაზად ჩვენი არჩევნები აქცია. მოლდოვა შესაძლოა საცდელი პოლიგონი იყოს, მაგრამ საბოლოო მიზანი ევროპაა.